გამარჯობა. შილოს სპეციალ სპორტისტის. გილოს ოპერას ყოველისა მეორე გამარჯვებას UFC-ში. რამდენადაც ვიცი დღეს უგოს დაბადების დღეც არის და ესეთი საინტერესო საჩუქარი გავუკეთე. ჩემი პატარა კაცი. მესაუბრე სანამ წამოვიდები და რა მიგისურვა? რა თქმა უნდა, ყოველთვის გამარჯვებას მისმის. შესრულებული მისია, ჰა? აქედან მინდა რომ დაბადების დღე მიუღოს. რა ვიცი. კეთილი ადამიანი დამდგარი იყოს, როგორც არის დღესდღეობით ეგეთი ყოფილიყოს ყოველთვის. შვენი მესიჯია. ნუ მეორე ბრძოლა UFC-ში უკვე, ხო? პირველთან თუ შევადარებთ, ყველაზე დიდი სხვაობა რა იყო? აი თუნდაც შენ შეგრძნებებში. არ ვიცი რა გიპასუხო. ჩემთვის ყველა ოპონენტი ძლიერი ოპონენტი არის და ყველა ოპონენტს პატივს სიმასე რომ რა ვიცი ეს უბრალოდ კიდევ ერთი ბრძოლა იყო. განსხვავებული ზოგადად ისეთი ეხლა მგონი უფრო სისხლიანი ბრძოლა იყო ეგ ალბათ. გაცილებით ხო? ისა მაინტერესებს კიდე ანუ დღეს სხვა სიმღერაზე გამოხვედი. ემოციურად სხვა რაღაცა სხვანაირი ემოციების შეიძლება გინდოდა თუ რით იყო განპირობებული ამ სიმღერის შესრულება. ამ სიმღერას უსმენთ უკვე ბავშვობიდან. მინიმუმი და ჩემი ძმა ოჯახში მგონი ყოველთვის ცნობილი სიმღერა არის ხო და მგონი ყველანი დათქვით უყავთ ხო. შეიძლება ამის მერე სხვა იყოს ნახო. ორივე სიურპრიზები ცალსე. ჩემმა ძმამაც კი არ იცოდა რომ აქ სიმღერით გამოდიოდი მარტო აგერ პურა მაიცედა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო? კი, სხვათა შორის კი ვიცი რომ მასაც მოსწონს სიმღერა. ბეკიტასა. ზოგადად ამბობდნენ ამ ბრძოლის წინ რომ შენს მეტოქეს ამ წონითი კატეგორიისთვის ნუ განსაკუთრებული ძალა აქვს ხო ნოკაუტის. რამდენად აი ხო ბრძოლის შემდეგ რამდენად ეთანხმები მაგას? აბსოლუტურად ვეთანხმები მაგას სხვათა შორის. უბრალოდ ჩემს თავზე არ დავიწყებ საუბარს აი ესე და ისე, მაგრამ ეხლა იმედო ვიდექი ალბათ იმედო რომ დაგმები არ გავატაროთ, რომ გამეტარებინე სულთა დაგმები ისიჯდებოდა ეხლა ჩემს მაგივრად და ისაუბრებდა მის გამარჯვებას. საბედნიერო შენ ხარ. მერტი საუბარ. რამდენიმე გრეპლინგ მიმართლაც ვიხილეთ, თითქოს რეფლექსის დონეზე იყო შენგან რაღაცა ნუ რეაქციები, თუნდაც კლინჩში და რაღაცებში. სწორი იქნებოდა იმის რაღაცა ნუ ვარაუდით ჩვენი მხრიდან, რომ დიდი უპირატესობა იგრძენი გრეპლინგში. მე სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩემი მიზანი არ იყო რომ ეჭიდავ ამასთან. ვიმუშავეთ მაგაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც თოპური ბიჭი ვდები ვარ ცოტა. შემდეგ ბრძოლაზეც მინდა გითხრა, რამდენად გრძნობ, რომ მზად ხარ იმისთვის, რომ თუნდაც ტოპ 15-ში ვინმეც ეჩხუბა? გულწრფელად რო გიპასუხო, მე თავს მზად გრძნობ იმისთვის, რომ ეხლაც შევიდე და ნებისმიერს ვეჩხუბო, მთელი ჩემი თავმდაბლობით გეუბნები, მაგრამ ეს უკვე უფლისნება არის, უკვე UFC-ს გადაწყვეტილება არის და ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მზად მე ყველაფრისთვის ვარ, როდესაც ღმერთი ჩემთან არის, ვინ ჩემ წინა არის. ბატონო, და ბოლოსაც დაგისვამთ შეიძლება. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ცოტა დაბნეულობა არის მაყურებლებში, ხო, როდესაც შენ ჩხუბობ და როდესაც ილია ჩხუბობს, მგონი კარგად არისმით, რამდენად დიდ როლს თამაშობთ ერთმანეთისთვის, თუნდაც მომზადების პროცესში და უბრალოდ რო დავაზუსტოთ, ანუ სწორი იქნება ჩვენი მხრიდან იმის ჩათვლა, რომ მაგალითად როდესაც შენი ბრძოლა არის, ილიას ბრძოლის რაღაც გამოცხადებას არ ველოდებით, ანუ რიგრიგობით რო იჩხუბებთ, ხო სწორი იქნებოდა. ჯერჯერობით სწორი იქნებოდა, აქამდე სხვათა შორის მქონია შემოთავაზებები, მაგრამ სხვათა შორის ეხლა ილია რო ჩალს ოლივიერესთან ჩხუბობდა, ერთი კვირით ადრე შემომთავაზეს ჩხუბი, ორცხების ბაქოში იყო და უარი თქვით. მადლობა კიდევ ერთხელ გილაცა. უღრმესი მადლობა თქვენ.